თაწმინდაზე მამა დავითის ტაძრის ქვემოთ ყიფიანის 48 ნომერში მეწყერთ საშიშროებაა. უკვე ერთი კვირაა, რაც საცხოვრებელი სახლის წინამდებარე ეზოსგან 10 მეტრის მოშორებით მიწა დაიძრა. გაჩნდა საფრთხე, რომ გაბზარული კედელი, რომელიც ამ ეზოს ამაგრებს, შესაძლოა ახლადაშენებული კორპუსისკენ გადაინგრეს. იტალიურ ეზოში მცხოვრები მოსახლეობა შეშფოთებულია და დახმარებას ითხოვს. ეზოს ბინადრები მეწყერის გაჩენას ბოლო პერიოდში წამოსულ დიდ ნალექს უკავშირებენ. იტალიურ ეზოში მცხოვრები რამაზ კალმახელიძემ თაწმინდის გამგეობას და თბილისის მერიას უყურადღებობაში ადანაშაულებს და დახმარებას ითხოვს. არავინ არ მოვიდა რომ რა ხდება იმეწყრები, იხოცები, რა ხდება, კაცოს ყურადღება არ მოუწია, ჯერჯერობით, რა დღეს და ხვალ რა იქნება, არ ვიცი. და რამდენად რეალურია რომ მართლა ჩავარდეს ეს და რაღაცა ეს ფაქტი აგერ არ არის კაცო, გადაუგეთა, წასულია ეს მიწა იყო აი იმის სიმაღლეზე თითქმის, აი ესე და დაიწია და გადავიდა იქედა, თვითონ კედელიც გადაწეულია იქ. ამ საკითხთან დაკავშირებით ჩვენ კომენტარი მთაწმინდის რაიონის გამგებელს დავით ავალიანსაც ვთხოვეთ. ყველა ეზო არის მოქალაქეების კერძო საკუთრება, იმ ეზოში რაიმე სამუშაოების წარმოება მოქალაქეების ნებართვის გარეშე გამორიცხულია. აქედან გამომდინარე, რომ ჩვენ შევთავაზეთ მოქალაქეებს, რომ დაეწერათ განცხადება, რათა მოხდეს საფუძვლიანი შესწავლა გრუნტის, გეოდეზიური და გეოლოგიური კვლევა ტერიტორიის, რათა დადგინდეს რამდენად საშიშია, ვიზუალურად დათვალიერდა, მაგრამ მარტო ვიზუალურად დათვალიერებს საქმე არ გეთდება. სანამ განცხადება არ გვექნება და ვერ შევისწავლით, მე კონკრეტულ პასუხს ვერ გაგცემთ. ყიფიანის 48 ნომერში 7 ოჯახი ცხოვრობს. მათი თქმით, ისინი მრავალგზის შეეცადნენ მიეღოთ პასუხი გამგეობიდან და მერიიდან, მაგრამ იქ დღემდე არავინ მისულა. არავინ ყურადღებას არ გვაქცევს და რა ვიცი, ალბათ სანამ უბედური შემთხვევა არ მოხდება, მანამდე არავინ არ მოვა ალბათ. ძალიან საშიშია. ჩვენ გვეშინია და ესე როცა დავდივართ, გვეშინია რომ ეხლა დავარდება ეს იქ ყველაფერი გზა ჩვენი გაფუჭდება და როგორ რა ვიცი. რა თქმა უნდა საშიშროება ეზოში ბავშვების პატრონები ვართ, ვერ გამოვდივართ. ძალიან გვეშინია და რა ვიცი, თუ ვინმე მოგხედავს, სანამ სხორპლი არ იქნება, მაინც და მაინც არავინ არ მოსულა და არავის არაფერი არ უთქვამს და იქნებ მოგხედოს მერია. იტალიური ეზოს მცხოვრებლების თქმით, ყოველი წვიმიანი ამინდი მათ საშიშროებას უქმნის. მოჭარბებული ნალექის შედეგად შესაძლოა მიწა ადგილს მოწყდეს და არ არის გამორიცხული, რომ მსხვერპლითაც დასრულდეს. მით უმეტეს, რომ თაწმინდაზე არც თუ ისე შორეულ წარსულში ასეთ ფაქტს უკვე ადგილი ჰქონდა. 2004 წელს მთაწმინდაზე მაყაშვილის ქუჩაზე ჩამოწოლილმა მეწყერმა ბენზინგასამართი სადგურის 2 თანამშრომლის სიცოცხლე შეიწირა. ვიდრე მერია ძველთბილის ახალ სიცოცხლე შთაბერავს, სასურველი იქნება იმ პრობლემებსაც მიხედოს, რომელიც ძველი უბნის მოსახლეობის სიცოცხლეს უქმნის საფრთხეს.